ჩვენ შემოგვიერთდა შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. მოგესალმებით ბატონ შალვა, მადლობა რომ ამ სტუდიაში მობრძანდით და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. პირდაპირ კითხავთ აი ეს ბოლო კითხვამდე ვიკა უპირველესად მინდა ფერიცვალობა მიულოცო სრულიად საქართველოს ყველა ჩვენს თანამემამულეს დედამიწის ყველა კუთხეში. ეს არის საოცარი ქრისტიანული სასწაული, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავნი ყოველ წელს ვხედავთ საკუთარი თვალით. როგორ ეცვლება ფერი დედამიწას და ზეცას ერთდროულად რამდენიმე საათში. მინდა ვისურვო, რომ მალე შეცვლოდეს ფერი საქართველოს, ჩამოგვეცილებინოს შავი მუქი ლაქები და გაბრწყინებული იყოს ჩვენი სამშობლო და ჩვენი სავალი გზები და დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება. მადლობა, გიერთდებით ვისარგებლებ შემთხვევით, მეც მივულოცავ მაყურებელს და ახლა გვიწევს ძიმე თემებზე საუბარი დღეს, არა სადღესასწაულო მაინც და მაინც ქრისტიანული გაგებითაც ალბათ. მე მინდა პირდაპირ კითხოთ თქვენ, რა ჩანს ამ ყველაფერში, სხვადასხვა ინტერპრეტაციებს ვისმენთ ჩვენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, წერილი, რომელიც შეუგზავნეს ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის შეგზავნას არც უარყოფს თუ დააკვირდებოდით მამუკა დინარაძის განცხადებას და არც ადასტურებს, რაც ალბათ შესაძლოა დასტური იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომ ეს წერილი მართლაც არსებობს და მართლაც მან შეუგზავნა. თქვენ რა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ ეს ამბავი? დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ერთადერთი და არც თუ ნოვაციური. ჩვენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, საზოგადოებას გსურს, რომ აი რაც ხდება აი ამ სამყაროში, შევაფასოთ პოლიტიკური ასპექტით. მოვნახოთ გნოსეოლოგიური ფესვები, ანალიზი გავაკეთოთ აკადემიური, გეოპოლიტიკური, პროგნოზები ვივარაუდოთ. ეს ჩვენს კეთილშობილებაზე მიუთითებს, მაგრამ იმავდროულად დიდ გულუბრყვილობაზეც, რადგან ჩვენ არ გვაქვს საქმე პოლიტიკოსებთან, იდეური პრინციპების მატარებელ ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან, სახელმწიფო მოღვაწეებთან. ჩვენ საუბედუროდ საქმე გვაქვს კრიმინალურ კონცერნთან, რომელიც იმავდროულად დაიქირავა ჩვენმა ოკუპანტმა სახელმწიფომ, შემოაგზავნა ტრუასცხენის ჯარისკაცებივით გულში საქართველოსი, დააპყრობინა სახელმწიფო, მოახდენინა პოლიტიკური ანექსია შიგნიდან და უთხრა ძარცვეთ ეს ქვეყანა, ეს სიმდიდრე თქვენია, რაც გინდა ქენით, დაუსჯელობა გარანტირებული გაქვთ, არაფრის არ მოგერიდო და შესაბამისად იქ ჩამოყალიბდა ქურდული კრიმინალური კანონები, ძარცვა გლეჯის 24 საათიანი რეჟიმი ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოს, ჩვენი მომავლის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრეების და რა თქმა უნდა, ამხელა დანაშაულებრივ დუღილში უთანხმოებები, ვინ მეტი მილიარდი გააკეთა, ვინ ვის რა მოუტეხა, ვინ მამასა და მარჩენალს არ მიუტანა წილი. ეს ყველაფერი ხდება აი ამ კოზა ნოსტრას მსგავს უნიკალურ კრიმინალურ ჯგუფში, შემდგომი აემგვარი გარჩევების საგანი. იმას მოატაინეს და შესაბამისად გაუსრულების ხელწერილით გაუშვეს, ვისაც ვერ მოატაინეს, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და მერე იძულებით გაუშვეს საზღვარგარეთ და ბუნებრივია ის აჭარის ფაშად რო ყავდა დანიშნული ის მოძალადე ბანდიტი, ასევე ის აღარ დაბრუნდება, 300 მილიონი გააყოლა ხელს და წავიდა, ღარიბაშვილის ჯგუფიდან იყო, ასლან აბაშიძე მილიარდი გააყოლა ხელს და ისე წავიდა, ამან იმდენი ვერ მოასწრო, მაგრამ 300 მილიონი ამ სულიერად მათხოვრისათვის ნიშნავს იმას, რომ საუკუნეები მის შავმავლობა იცხოვრებს შესანიშნავად და მე შეიძლება გამოგვეცხადონ გადამრჩენება და ლიდერება და ეტალონურ, ასე ვთქვათ, ოჯახად და პიროვნებებად ჩვენგან მოპარული ფულით, ხო? ამიტომ ამან მიიღო, ასე ვთქვათ, სერიული ხასიათი გარჩევებმა, მოტანებმა უკან,
ვინც ვერ მოიტანს, მე უკვე ციხეები, მე ესეთი წერილები, მე გაშვება, არ გაშვება. მაგრამ რეალურად ეს თავიდან იმიტომ დავიწყე, რომ ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკური შეფასება გავაკეთოთ არაპოლიტიკოსებზე, კრიმინალურ ჯგუფზე. ეხლა მე ხო არ შეიძლება ესეც შეფასება არის. ხო, ნუ ალბათ ხო, გეთახმებით. მე ხო არ შემიძლია უფრო მეტი ლუსტრირებისათვის, აი პლაზმური ფიზიკის დარგში დღეს რა პრობლემებია შიგნით მეცნიერებს, იმაზე გავაკეთო ანალიზი, ხო? ამას ნამდვილად ვერც არ ბატონო, ერთს კითხავ, თქვენ ხომ იცით კარგად, ბატონო. რა ნოვაციებია? შესაბამისად, არც შემიძლია მე ანალიზი მივცე პოლიტიკური გაქანებულ კრიმინალურ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლებიც დღეს არიან ქვეყნის გამოხრით დაკავებულნი, მაგრამ მე შემიძლია პროკურორის და გამომძიებლის პოზიციიდან, მით უმეტეს მიმუშავეა ამ სფეროებში და მაინც და მაინც ცუდი იურისტი არ ვიყავი, ვივარაუდო, კი არა, ვამტკიცო, რომ მათთან და მათი საქმიანობის ანალიზისთვის უნდა ცდებოდნენ არა ისეთი კვალიფიციური ჟურნალისტი, როგორიც არის ვიკა ბუკია და პოლიტიკოსი ნათელაშვილი ან სხვა პოლიტიკოს ექსპერტები, არამედ იქ უნდა იჯდეს გამომძიებელი, პროკურორი და უსვავდეს კითხვას. ციხეში მყოფ, კამერაში მყოფ ივანიშვილს, ღარიბაშვილს, გახარიას, კვირიკაშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს, ჰენუქიძეს, ფხაკაძეს და მთელ ამ ბოს მაპატეთ ბანდას, კრიმინალურ ბანდას. იმის თაობაზე, რამდენი მილიარდი წაართვეს ჩვენს ხალხს, ჩვენ შვილებს, ჩვენს ქვეყანას. ამ მილიარდებიდან რამდენი ჩააბანდეს ეკონომიკაში, რამდენი გადაიტანეს ოფშორულ ანგარიშებში, კაიმანის კუნძულებსა, მარშალის კუნძულებზე და სხვაგან. უნდა უსვავდნენ კითხვებს, რამდენი წილი მეუტანეს პირადად ივანიშვილის მილიარდების სახით ამ მოპარული ქონებიდან აღნიშნულმა პირებმა. ასევე უნდა უსვამდნენ კითხვებს, კმაყოფილი დარჩა თუ არა მარჩენალი მიტანილი წილით და ხო არ თხოვდა კიდევ დამატებით მილიარდებს. ასეთივე კითხვები და უფრო მკაცრი კითხვები უნდა წავიდეს იმის თაობაზე, რამდენი მილიარდის მოგებას აპირებს ივანიშვილი და მისი ბანდა არაბებზე მიყიდული საქართველოს ამონაგებით. რამდენი მილიარდი შემოვიდა მათ ანგარიშებზე, გონიოს მილიონი ჰექტარი და მილიონი კვადრატული მეტრის ასევე ფონიჭალის მიწების გაყიდვით არაბებზე, ბაზალეთის, გოროვანის, წეროვანის, ჯუგაანის, ფოთის და სხვა დალოცვილი კუთხეების გაარაბებისათვის რა მოგება, რამდენი მილიარდიანი მოგება მიიღო ივანიშვილმა. მოგება მიიღო თუ არ მიიღო, ამაზე კითხვა ზედმეტია. მოგება მიიღო და თანაც მილიარდებზეა საუბარი. ასევე უნდა დაუსვას იმ პროკურორმა კითხვა ივანიშვილის და ამ მომავალ პატიმრებს თუ მოქმედ პატიმრებს, მათ შორის ღარიბაშვილს პირველ რიგში. ამან შესანიშნავად იცოდა ყველაფერი, მე საიდუმლო იყო ბიძინა ივანიშვილის. ეს არა მარტო ხელის ბიჭად ყავდათ და მოლარედ და ფულების მიმტანა და წილების მაკონტროლებლად, არამედ ბერას გადია და ძიძა იყო. ვერც პრემიერათი ვარგა და ვერც გადია და ძიძა, შეხედეთ რა ახსაზდელი გამოუდა რეალობაში. კი ბატონო, როგორ ფიქრობთ რა მოხდა და კონკრეტულად და კითხვები ჩავამთავროთ და თქვენ მიხვდებით და საზოგადოება ასევე თუ რა მოხდა და რა უნდა მოხდარიყო. ასევე უნდა დაესვას კითხვა, მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ აუცილებლად ამ კითხვებს დაუსვავენ მომავალი პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც მათ ელოდებიან და წინასწარ შემზადონ პასუხებისთვის და იქნება ადვოკატებიც მოამზადონ ეფექტური. ივანიშვილმა შეუგზავნა, თქვენ ფიქრობთ ეს წერილი მინარაძის ივანიშვილის გარეშე, ვიკა, ამ წერილის შეგზავნას ვერ გაბედავდა ისეთი კურდღლები, როგორიც არის დინარაძე და კობახიძე. საკუთარი ჩრდილის ეშინია და მონებად არიან დაბადებული. ესენი გაბედავდნენ. როგორ გაიგებდა ივანიშვილი ამ წერილის შესახებ, რომ არ ეთქვა ეს ღარიბაშვილს, რომელსაც თქვენ გადიას უწოდებთ, ხო? ეს რო არ ეთქვა. უარგისი გადია, ვერ გაზარდა. კი ბატონო, ეს რომ არ ეთქვა ღარიბაშვილს, ამას ივანიშვილი როგორ გაიგებდა? ნარკომანებზე ჰიმნის დაწერა, რაც მისმა გაზრდილმა გააკეთა და ქართველი ახალგაზრდების გაწირვა, აი რამდენიც დაიღუპა ბიჭები, გოგონები, ახალგაზრდები, საქართველოს მომავლები, აი ამათი პროპაგანდირებული ნარკოლიბერალიზაციის პოლიტიკით გაიკეთეს, დალიეს, მოწიეს და ვეღარ გაიღვიძეს, ხო? ყველას მკვლელები ესენია ამ თავიანთი პოლიტიკით.
ყველა სიკვდილში მათი ხელი ურევია და მათი ის და ხო და ამ ტიპმა დაწერა ის ჰიმნი ნარკომანებზე და პლუს ამას ამაზონის დამწვარი ტყეების ფონდში მამამის მამიკოს გადაარიცხნენ ჩვენგან მოპარული მილიონები გახსოვთ ალბათ რაივანიშვილს გულისხმობთ? ხო, ბერას გულისხმობ. კი, რა თქმა უნდა, ვისი გადიაც იყო ეს ღარიბაშვილი. შესაბამისად და ახლა რა გაგრძელება ექნება? ანუ ეს არის იმ ტიპის სკანდალი, რომელიც აზიანებს ქართულ ოცნებას? ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, იდეების მატარებელი, პოლიტიკის შემქმნელი შედეგების დამტები არ არსებობს. ვიმეორებ, ეს არის კრიმინალური გაერთიანება, რომელიც წევრებმა შეიძლება ერთმანეთს საქმეები გაურჩიონ, ერთმანეთი გადაცხრილონ, როგორც იტალიის მაფიაში ხდება, დახოცავენ ერთმანეთს და მე ისევ მაფია, ისევ დაუწერელი წესებით მოქმედებენ. ოღონდ მათ აქვთ საკრალური საიდუმლოებები. კრიმინალურ კოზანოსტრა, შვიდეულები რო არის ეს ის რა ქვია სიცილიური მაფია, საკრალური საიდუმლოებები ერთმანეთში, რომლის გაცემა არ შეიძლება, რაც არ უნდა დაუშავონ ერთმანეთს. არც ერთი მხარე არ იტყვის იმ საკრალურ საიდუმლოებებში რა როლი შეასრულეს, იმიტომ რომ არც ღარიბაშვილი? არც პირველი ღარიბაშვილი. გამორიცხავთ, რომ ის დაიწყებს ფხილებების სერიას? არაფერს არ დაიწყებს, იქნება ეს ზედაპირული, აი რაც შეიძლება რომ ითქვას და დაიცვას ის თავისი მოპარული მილიონები თუ მილიარდები. ეხლა ამას თხოვდნენ 9 მილიარდს ჩემი ინფორმაციით. 300 მილიონს ამის იმ რიჟვაძეს 9 მილიარდს თხოვდნენ ამას, ოღონდ აღარ ვიცი, ამას და ლილუაშვილს ერთად თხოვდნენ თუ მარტო ამას თხოვდნენ იმ 9 მილიარდ დოლარს. ის არ მიუტანა და იმიტომ ეს თველი დაჯდა წერად ანდერძისა, როგორც რუსთაველი წერს, აი ეს მიწერ-მოწერები და წერილები და საქმეების გარჩევები. ეს რო იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინ მართლაც სამშობლოს არ მოყვარული დაგმობდა ამას და ყველა ვიტყოდით რომ აგერ კი ბატონო ღვთისმსხლიდან გადავარდინლებია და იბძვიან რომ მაინც კორუფცია არ იყოს კატასტროფული. ღარიბაშვილის мотиваცია რა არის, როგორ ფიქრობთ? როგორ? мотиваცია რა არის? мотиваცია არის დაიცვას თავისთავად ფიზიკურად, იმიტომ რომ არა გარანტია რომ იქ ქურდებს არ მიუგზავნեն და ეს ქურდები რაც გაუკეთებენ, აგერ რიჯვაძე ჩაიყვანეს საგარეჯოში იმების ეს აგროჰაბის მფლობელების ოჯახია ეგ. აი საგარეჯოში სადაც ჩაიყვანეს ეს ცნობილი მაფიოზური ოჯახია და იქ ცოტა ისეთი გაგების ხალხის დაახვედრეს ჩემი ინფორმაციით და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს თუ ვიღაცამ ესროლა შესაშინებლად და ვერ მიუმიზნა ამას თვითონ რიჟვაძე უნდა ამბობდეს რომ არ იყოს ლაჩარი და ქურდი. ხო, ამიტომ ის უსაფრთხოების დაცვა ეს იყო მისი мотиваცია. პირადი უსაფრთხოების დაცვა და მოპარული ქონების დაცვა და მოპარული ქონების დაცვის ფორმატში თავისი ნათესავების ფიზიკური დაცვაც ახლა ბუნებრივია ახლა იფიქრებს ამაზეც მით უმეტეს როგორც ამბობენ მისი ნათესავი თვითმკვლელობით იქნა გარდაცვლილი წინა დღეებში და ამ ნათესავზე ნანავა ასეთი ყოფილა გაფორმებული როგორც ჩანს ამის მოპარული მთელი ქონებები სამშენებლო ეს დეველოპერული ფუნქციები ეს კორპუსების მშენებლობა ბეტონის წარმოება სამშენებლო მასალების მიწოდება ამ არაბებისათვის განკუთვნილი კორპუსების ყველაფერი იმ ნანავაზე ყოფილა და იმან მოიკლა თავი იმიტომ რომ მიადგნენ მას და უბრალოდ რომ მოგვიტანე ფული რომელიც ღარიბაშვილმა მოუტეხა ბიძინა ივანიშვილს აი გარი მთელი ისტორია ამიტომ აი ის რაც მე მოგახსენეთ ვიცით დეტალები ამ ტრაგედიის დეტალები ჯერ არ ვიცით ესე დაზუსტებით, მაგრამ თქვენ უკავშირებთ როგორც მივხვდი ამ ამბავს ამ ტრაგედიას. თავისთავად ცხადია, იმიტომ ალაპარაკდა ღარიბაშვილი რომ ახლა შეშფოთდა, როცა დაინახა რომ ერთი ახლობელი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს და არ აქვს გარანტია რომ არ მიადგებიან მის სიმამს, რომელიც იყო ცნობილი პანკისის ხეობიდან ნარკოტიკების გამტან-გამომტანი პოლიციის უფროსობის დროს ის ყაჩაღი თამაზაშვილი არ მიადგებიან მის სოლის ძმას, რომელიც კორპუსების შემოვლობით არის დაკავებული, გეუბნებით რომ მაფიოზურ კრიმინალურ საშიშ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომელსაც უნდა ანეიტრალებდეს ახლა ინტერპოლი და მთელი მსოფლიოს ტრიბუნალები და პოლიციური ძალები უნდა გვეხმარებოდან სპეცოპერაციის ჩატარებაში, რომ მოხდეს ამათი ნეიტრალიზაცია. ეს ტერორისტებია და ქვეყანა ყავთ მძევლად აყვანილი. აქ არ არის არანაირი პოლიტიკური იდეა, აზრი, თუნდაც მცდარი ან პრინციპი ან რაღაცა მიზნის მიღწევა. აქ არის ამ წუთში რა წაგვართვან, როგორ დაგვშალონ, როგორ დაგვაქციონ. აი გუშინ იმერეთში ვიყავი. იმერეთი ეს მართლაც საქართველოს მზია შეიძლება ითქვას, საოცარი ხალხი, შემთხვევით არ დაიბადა აღმაშენებელი, მაგრამ მე დღემდე მიყვის, როგორ შეიძლება დაბადებულიყო ისეთი ეროვნული სიმახინჯე სულიერად, როგორც ბიძინა ივანიშვილია იქ. ხო და იქ საოცარი ხალხი, რომელიც კითხულობდა, აბა როდის მოვიცილებთ, ამას როდის მოვიცილებთ და ასევე ავედია რას გავუშვებდი მაგ შემთხვევას, გოგნია სოფელი ტყიბულის, თერჯოლის და ზესტაფონის საზღვარზე
გოგნი, სადაც კოლხური ტყის ზონა იუნესკოს მიერ დაცული, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, გაუჩეხიათ ეს დღე, მათ შორის მოუწერია ხელი ამ გადაწყვეტილებაზე პათოლოგ კობახიძეს, 10,000-ობით წაბლი მოჭრილია უკვე და 10,000-ობით უთხოვარი, ეს არის უნიკალური კორომი, რომელიც მსოფლიოში შემორჩა მარტო საქართველოში, ერთი პანკისის ხეობაშია და მეორე აგერ იმ კოლხური ტყის მაგ ზონაში, უთხოვარი მოგეხსენებათ არის მარადმწვანე დაულპობელი ხე, რომლითაც მზადდებოდა ფარაონის სარკოფაგებიც ეგვიპტეში და გემებიც, რომლებიც ალპებოდა და გაწყდა ეს ხე მსოფლიოში, შემორჩა მხოლოდ საქართველოში და ეს ყველაფერი უთხოვარი რატო ქვია? თამარის დროს აიგრძალა მისი გატანა, ანუ ისეთი ძვირფასი არ გაითხოვებოდა, არ შეიძლება ის გაეტანათ, მოეჭრათ. დაუწყიათ ივანიშვილის ბანდას იქ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, ამისათვის გაუჩეხიათ 10,000-ობით ჰექტარი და ვინ აშენებს თუ იცით ამ სამოთხეში იმ სიმახინჯეებს, რომ დაატრიალოს ქარი და ჩიტები დახოცოს 100,000-ობით ჩიტს ხოცავს ფრინველებს, აი ეგ პროპელირები ჩიტემ არიციან, ხდებიან და მე დაიწყებს სტრესს უკვე ვერასწრებენ გაფრენას. გაჩეჩილაძე ეს ნაძირალა საქართველოს გილაურების ბანკის დირექტორი ის LGBT-ს იმით რო გამოდის მაისური და პროპაგანდით. ეხლა LGBT ისიც იყო, რა ქვია, ჭაბუკიანი და მსოფლიო ხელოვნება შექმნა და მთაწმინდაზე განისვენებს. მაგრამ აი ესეთი ნაძირა LGBT-ისტები და LGBT-ს პროპაგანდისტები ანგრევენ ქვეყანას მომავალს და ყველა ორიენტაციის ადამიანის ცხოვრებას ამწარებენ. დაუწყია მაგას ეს არ მინდა საუბარი ჰომოფობიური მოძულეობა, კანიბალები არიან, კასიჭამიები არიან და ყველაფერს შეჭამენ, რასაც მიუშვებ. LGBT-საც შეჭამენ, ჰომოფობსაც შეჭამენ, ერსაც შეჭამენ, ქვეყანასაც შეჭამენ და არ გვინდა ევიკა ეხლა ამათი დაცვა, ამათ არანაირი პრინციპი არ აქვს. ესენი არც ჰომოფობები, არც LGBT-ები არიან, ესენი არიან მტაცებლები, განსაკუთრებული სახეობა. დაუწყია იქ მშენებლობა ამ გაჩეჩილაძეს და რატო აშენებინებს ახლა აი ამ გრანდიოზულ მოედანს თუ იცით. გაჩეჩილაძეა სწორედ ის ფიგურა, რომელსაც აგზავნიან ლონდონში წარამარა, რათა დაარწმუნოს ლონდონის ბირჟა და იქ მთელი საფინანსო ცენტრები, რომ ბიძინა ევანიშვილის დასანქცირება თურმე გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას. აესხავთ და სამაგიეროს უხდიან და უნაზღაურებენ ამას, იმით რომ აი ანადგურებინებენ დღეს და მილიონიან შემოსავალს აძლევენ და მას და მის ოჯახს. ამიტომ ავედი იქაც, რა თქმა უნდა, ანუ სადაც გაივლი საქართველოში, ყველგან ივანიშვილისგან განადგურებული ან კორომები გვხვდება, ან აფეთქებული საყდრისი გვხვდება, ან ამოთხრილი ხეები გვხვდება, გამწარებული ადამიანები გვხვდება, ტრაგედია გვხვდება ყველა ქუჩაში, ყველა ნაბიჯზე, ყველა სახეზე. არ ვიცი, ასეთი უბედურება რამშვა იმ სამოთხეში, რომელსაც საქართველოს ერქვა. ამიტომ ეს ყველაფერი არის გამოსაძიებელი, ეს არის კრიმინალური კარტელი, კონცერნი, რომელმაც ქვეყანა ჩაიგდო ხელში, ტერორისტულად აიყვანა მძევლად მოქალაქეები და რო აღარ მოწონს ის მოქალაქეები და ფიქრობს, რომ ახლა პასუხს მომთხოვენ და ვაი თუ სასამართლო სკამზე აღმოჩნდა, მოდი ამათ გავყრი აქედან. გავყრი აქედან და არაბებს შემოიყვან, ირანელებს შემოიყვან, ავღანელებს შემოიყვან, ბანგლადეშელებს, ნიგერიელებს, კამერუნელებს, რომლებსაც რა თქმა უნდა პოლიტიკური პრეტენზია არ იქნება, ვიჯდები და გონიათ, რომ ეს იქნება უსასრულო ამბავი და რაიმე საფრთხე არასოდეს არ დაემუქრება და ეს არის ყველაზე კარგი. ასე რომ იწყებს ფიქს ტირანია, მერე ხდება მისი ჩამოშლა და მისი დასასრული და დასასრული სტადიაში არიან და ვიმეორებ, ადრე თუ გვიანი ეს კითხვები ღარიბაშვილს და ივანიშვილს და სხვებს აუცილებლად დაესმევა გამოძიება პროკურატურის მიერ. აი რაც ჩამოგითვალეთ, იმის გარდა რამდენი აიღეს იმ არაბებისგან საქართველოს გაყიდვაში, რამდენი მილიარდის ოქრო საყდრისიდან ამოღებული გადამალა ბიძინა ივანიშვილმა გუანჯოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ჩინეთში. ეს იცის ღარიბაშვილმა ზეპირად. აბა დაწეროს წერილი გამოუშვოს, რომ დავიჯერო მისი გაკეთის შობილება, გარდაქმნა და მისი ფერიცვალობა რომ დავიჯეროთ. თქვას ის რაც იცის, თქვას რამდენჯერ იყო ზარი მოსკოვიდან, რა სავალებდნენ ღარიბაშვილს, როგორ გადასცეს და აჩუქეს ალიევს დავით გარეჯი, როგორ შემოაღვინეს რუსებს მთელი ქართლი, ისე რომ ხმარავინ არ მოიღო და ვინ რეკავდა მოსკოვიდან, ვინ ავალებდა ღარიბაშვილს, რომ არც ერთ ტელევიზიას და არც ერთ უწყებას წინამდებობა არ გაეწია ამ პროცესისათვის. აბა თქვას და მე შეიძლება რაღაცა დავიჯეროთ.
ასევე რა სამოქმედო სივრცე აქვს როგორ ფიქრობთ იმ პირობებში რა პირობებშიც ღარიბაშვილი იმყოფება იმ ძიმე ბრალდებებით რაც დააპირებს რომ იმან თქვა რომ ბრძოლას აპირებს მან ასე თქვა რა სამოქმედო სივრცე აქვს ღარიბაშვილს რა შესაძლებლობები აქვს რა რესურსი აქვს იმის რესურსი რომ მართლაც სერიოზული როლი შეიტანოს როგორც მამხილებელმა მე მესმის თქვენი დამოკიდებულება პერსონალურად მის მიმართ მაგრამ როგორც მამხილებელს აღიქვამთ მას სერიოზულად მის მიმართ მე არავითარი დამოკიდებულება არ მაქვს გარდა იმისა რომ მეწოდება როგორც ქრისტიანს მეწოდება მონა რომელიც სიხარბის გამო შეეკრა ეშმაკს გააფორმა კონტრაქტი სატანასთან და დღეს ისჯება და მოუწოდებ რომ რაც იცის და რეალურად მან ბევრი საიდუმლო იცის ეს ამხილოს აი რომ გვემუქრებიან რომ ყოველდღე წერილებს გამოაგზავნისო რა თქვინა მაგის მშრალი და აი ესეთი სულელური წერილები რაც დღეს წავიკითხეთ რომ ჯერ ბიზნესა ივანიშვილიძე ქონდა ეჭვი და მე უცბად რომ შეაშინეს და დაურბიეს ის დაცვის ჟიხური აბაშიძეზე და ეთყობა მიუგზავნეს ქურდებიც მე შეცვალა და ახლა უსახო კურდღელ მდინარაზე დააბრა არ გამორიცხა მეორე წერილი არ გამორიცხავს პირველ წერილს უბრალოდ იქ უფრო კაფეობა რომ მდინარაზე იყო შემსრულებელი ნუ პრინციპში მაინც ცოტა პატარა უკან დაიხია მაგრამ მისგან უფრო მეტ უკან დახევას ველოდი ეს ნუ ეს სწორედ შეამჩნიეთ ხო ამიტომ ხილება სოლიდური ფაქტების დადება რაც იცის აი რაც მე ჩამოგითვალეთ როგორ გაიყიდა საქართველოს არაბებზე რამდენი მილიარდი იშოვა ბიძინევენეშვილმა სად დააბინავა და გადაალაგა გუანჯოუდან დაწყებული კაიმანის კუნძულებამდე ეს ყველაფერი ზეპირად იცის ეს იყო ამის ფინანსური მენეჯერი პრემიერობამდეც ამას ეხებოდა საბანკო ანგარიშების მთელი საიდუმლოება ღარიბაშვილს ისევე როგორც კარგად მოეხსენება მოსკოვიდან ვინ იყო კავშირზე ბიძინევანიშვილთან ზეპირად იცის რამდენჯერ იყო ზარი ბორტნიკოვიდან ნარიშკინიდან პუტინიდან უშაკოვიდან მთავარი სამხედრო სადაზვერო სამმართველოდან რას ავალებდნენ როგორ მიიცაცეს საქართველოს როგორ გახსნეს სოხუმში აეროპორტი როგორ აღადგინეს სოჩიდან კომეტა სწრაფმავალი რუსი ტურისტებისათვის როგორ გაიხსნა რკინიგზა სოჩიდან სოხუმში როგორ მოხდა ანექსირება ტერიტორიების ისიც ეხლა ეს ბენზინი რო შევიდა აფხაზეთში და რო იმას ხმარდება რუსეთის სამხედრო ბაზებს ამის თაობაზე ყველაფერი იცის ღარიბაშვილმა მინიმუმ ის ხომ მაინც იცის რომ ელექტროენერგია უფასოდ რომელიც მიეწოდება ენგურხესიდან აფხაზეთს ხმარდება პირველ რიგში რუსეთის სამხედრო ბაზებს და იქ ჩაბუდებული ოფიცრების თუ მათი ოჯახების კომფორტულ და ბედნიერ ცხოვრებას ჩვენი მტრების ჩვენი მკვლელების ეს ხო იცის ამიტომ აი ამაზე დაწეროს ამაზე ისეუბროს ამაზე შეატყობინოს საზოგადოებას და ეხლა ქართველი ხალხი ქრისტიანია მომთმენია პატიებელია და შესაძლებელია მას რამე შეღავათ იმესო სხვა შემთხვევაში ეს 5 წელი მოინატრება მას ელოდებიან სხვა გამომძიებლები სხვა პროკურორები განსხვავება იქნება ის რომ ივანიშვილი ზოლიან ტანსაცმელში მის გვერდზე იჯდება და დაპირისპირებები მოუწევს ერთმანეთთან იმ ყაჩაღობის ეპიზოდებზე რომლებიც ერთად ჩაიდინეს და არც ერთი მომავალი ხელისუფლება თუ ის არ დაადგა აი ამ ხილების გზას და არ თქვა რაც იცის არც ერთი მომავალი ხელისუფლება ამას არ გაუშვებს ციხიდან და არ მისცემს შეწყალებას ამინისტრებას და სხვას. არ უნდა თქვას რომ ჩადიოდა ამერიკაში, რაც მაბატია ვიკა მოუდეს ერთ-ერთ მიზეზად იქ ამერიკაში რა საქმე უნდა ჩაეწყო ახლა ღარიბაშვილის ივანიშვილისთვის თუ გეოპოლიტიკა დადგა მის წინააღმდეგი და ფაქტიურად საქართველოს მიატრიალა რუსეთისკენ და ამას ხედავდა ამერიკას და ევროპას და როგორ უნდა ჩაეწყო საქმე იმ გაგებით რომ არ დაესანქცირებიათ ივანიშვილი ხო ამ უსახო მონას ხო ამიტომ მან ხო იცის იქ რო ჩადიოდა ის სელივანი უშიშროების საბჭოს მდივანს ხვდებოდა მივიყვანდი საქმეს დასანქცირებამდე ჩავიდოდა ღარიბაშვილი ჩაიტანდა ფულს იმ გახწნილ ნიკანდროსთან ტეხასელის ფრონტერას ის რო არის ფლობელი კიდე იქ ვიღაცა მოსყიდულ კონგრესს სენატთან დაკავშირებულ ჯგუფებთან გადაიდებოდა დასანქცირება თუმცა მაინც ვერ აცდა და მაინც გაუხერხეთ 24 წლის დეკემბერში აღნიშნული სანქცია რომლის ქვეშაც დღესაც არის ხო ამიტომ უნდა თქვას ღარიბაშვილმა ვის ეყრდნობოდა ამერიკაში ეს ბატონი ვის აძლევდა ჩვენგან მოპარულ მილიარდებს რომ დღემდე ასე დაუსჯელად
ეძვარცვა ჩვენი ქვეყანა, ეს ყველაფერი იცის ღარიბაშვილმა და უნდა ან როგორ მოახერხეს ტრამპის საოჯახო კომპანიაში შესვლა. ღარიბაშვილმა ხო კარგად იცის ყველაფერი. როგორ მოახერხეს მათთან კონტრაქტის დადება ამერიკისგან სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა, როგორ მოახერხა ამერიკის პრეზიდენტის საოჯახო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება იპოდრომზე მის მიერ მიტაცებულ მიწაზე ტრამპ ტაუერის მშენებლობაზე. მეტი დისკრედიტაცია ამერიკის პრეზიდენტის რა შეიძლება მოხდარიყო მსოფლიოში და ამ ფაქტს ხოთაშორის ახლა საარჩევნო კამპანია დაწყებული ამერიკაში კონგრესის არჩევნებში და ძალიან ეფექტურად გამოიყენებენ ტრამპის წინააღმდეგ და Daily Beast-მა რამდენიმე დღის უკან ჩვენგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეც უზარმაზარი სტატია გამოაქვეყნა აი ამ კონტრაქტის თაობაზე, რაც ძალიან არასასიამოვნო ამბავია ამერიკის პრეზიდენტისთვის და მე ვარ უხერხულობაში მის მაგივრად. მე ძალიან გთხოვთ ეს გააგებინეთ საზოგადოებას, რატომღაც არავინ არ აცხადებს Daily Beast-ის სტატია აი ამ Trump Tower-ის თაობაზე არის ბომბი, რომელიც გასკდა და რომელიც დააზარალებს ამათ კი არა მარტო, არამედ ამერიკის პრეზიდენტსაც, ხო? ეს იცის ღარიბაშვილმა და ეს ყველაფერი შეუძლია თქვას და ღარიბაშვილმა ხო იცის რამდენს უხდიდა საფრანგეთის პრეზიდენტ უსახო პრეზიდენტს და მე თვითონ დამნაშავედ გრძნობ თავს, რომ დეგოლის ქვეყანაში აი ამ ისტორიული გმირების ქვეყანაში, სოფლიო ცივილიზაციის აკვანში მაკრონისნაირი პრეზიდენტი როთშილდებმა რომ გამოზარდეს და პრეზიდენტად დაუსვეს ფრანგ ხალხს. ხო ძალიან კარგად იცის, რამდენი დაიხარჯა რომ მიეცათ საპატიო ლეგიონერის წოდება ივანიშვილისთვის, თვითონაც ფრანგულენოვანია, ხო, ღარიბაშვილი მუშაობდა ფრანგულ რესტორანში ოფიციანტად. ის დაამთავრა სორბონი რო გვატყუებდნენ. რა მნიშვნელობა აქვს? ოფიციანტის ადამიანია და ღირსეული ოფიციანტებიც არიან განსხვავებით აი ამ კატეგორიისაგან, ხო? ძალიან კარგად იცის, რამდენს ხარჯავდა ამ წოდებების მინიჭებაში, მოქალაქეობა როა წაერთვათ იმისათვის, ფრანგული ელიტა რო ყოფილიყო დამცველი ევროკავშირში, რათა არ დაესანქცირებინათ. ძალიან კარგად იცის, როთშილდები რამდენს ეზიდებოდნენ საქართველოსდან მილიონს იმისათვის, რომ აი ამ ბატონისთვის მოეხდინათ ლობირება იგივე მაკრონთან და ევროკავშირის წრეებში. ოფიციალურად ღარიბაშვილი იყო ამაზე კურატორი და პასუხისმგებელი, ჩამოვიდნენ როთშილდები 10 მილიონი გადაურიცხეს ბიუჯეტიდან კონსალტინგურ მომსახურებაში. როთშილდებსაც რომ ჩვენ შევინახავთ, მართლა მაგარი ხალხი ვყოფილიყავთ, ხო? და ჩუმად რამდენი გაატანეს, ეგ სხვა ამბავია. 20 წელში რო ჩამოვიდა აქ მაიკ პომპეო 20 წელში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ტრამპის პირველი მთავრობის დროს და არც ერთი განცხადება არ გააკეთა, როცა ჩვენ პარლამენტში არ შევდიოდი ფანჩატური შევქმენი და რეჟიმს უკვე შლიდით ფაქტიურად. არ გააკეთა არც ერთი განცხადება პომპეომ, გამოგვიგზავნა თავისი მოადგილე, რომელმაც პირდაპირ მოგთხოვა პარლამენტში შესვლა და რუსი ოლიგარქის კრიმინალის ბანდიტის გადარჩენა. ესეც მოხდა. ეს ტრამპის პირველი მთავრობის გადაწყვეტილება იყო და მათ სინდიზია ეს ყველაფერი, რომ აი ეს ჯოჯო გვიზის აქ ქართველი და ამერიკელი ხალხის მტრის სახით. ხო, ამიტომ ეს ღარიბაშვილმა ყველაფერი იცის და აი ამ თემებზე დაწეროს წერილები, გამოაგზავნოს და თუ დავინახავ მეც რომ იქ არის გულწრფელი მონანიება და იქ არის მცდელობა რომ კიდევ უფრო დიდი ზარალი თავიდან აგვაცილოს. კი ბატონო, შეიძლება მეც პირველმა მოითხოვო მისი პოლიტპატიმრად აღიარება და განთავისუფლება და პირადი მტრობა და რაღაცა კი არა მაქვს, ჰა? არ არის თქვენთვის პოლიტპატიმარი. რა პოლიტპატიმარი? ეს არის კრიმინალი. არა, რომელიც დაიჭირა მამამ მარჩენალმა, იმიტომ რომ წილი არ მიუტანა და სამართლიანობა იქნება რომ მამამ მარჩენალის მის კი ბატონო, მაგრამ რატომ ზის ციხეში ის ხო საბაბია კორუფცია სინამდვილეში ის პოლიტიკური ოპონენტის მოშორების ცდელობა იყო ეს. ვიკა, მოდი აქაც დავკონკრეტდეთ, აი პოლიტიკაში დაბრუნების ეშინიათო რომ ღარიბაშვილი არ დაბრუნდეს პოლიტიკაში. როგორ უნდა დაბრუნდეს ღარიბაშვილი? მაშინ თუ კორუფციას ებრძვის ახლა ღარიბაშვილის ივანიშვილის ხვებიც უნდა მიუჯდნენ მაშინ ხო ღარიბაშვილს და კორუფციას კი არ ებრძვიან. წილების მოტეხვის საკითხებზია გარჩევები და დაჭერები. ღარიბაშვილი როგორ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, როცა ის არასოდეს პოლიტიკოსი არ ყოფილა და არასოდეს პოლიტიკაში არ ყოფილა. ის იყო ხელის ბიჭი დაქირავებული მონა დანიშნული აი იქ რასაც ერქვა პრემიერ-მინისტრობა და როგორც კი იქ ფულადი ინტერესები დაზარალდა მისი მამა მარჩენალი შეაგდო ციხეში. პოლიტიკაში ბრუნდებიან პოლიტიკოსები. 100 წელი რო გავიდეს ღარიბაშვილისგან პოლიტიკოსი ვერ მივიღებს, რომ დაბრუნდეს. ინტერესი რო არის, ამიტომ ეძახიან მას პოლიტპატიმარს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულს. პერსონალურად არის ოლიგარქის ინტერესი მისი ციხეში ყოფნა. კორუფციის მეფის ვეზირი იყო. და მამა მარჩენალის ნადავლს შეეხო, წილს შეეხო
რის გამოც კისერი წაიტეხა, მარტო 5 მილიონი უპოვეს სახში ჭხრეკის დროს $. 5 მილიონი $, რო უპოვონ დაუდეკლარირებელი, დაუსაბუთებელი ტრამპს, რომელიც არის, მილიარდერი, ხო ოფიციალურად. მას მოუწყობს იმპიჩმენტს კონგრესი. მაგრამ ისეც არ ვიცით, ბატონ შალო, ჩვენ ხო ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ისეც არ ვიცით, ის 5 მილიონიდან რამდენი იყო ნამდვილად ღარიბაშვილის, რამდენი სხვისი, 100 წერილიც ცხადყოფს იმას, რომ მას ახალ კორუფციული სქემის აღიარებას სთავაზობდნენ, ეს შორო გავიგოთ, სანამ ამას არ გავიგებთ, ამიტომ პოლიტიკური ნიშანი. მე გეუბნებით, რომ 5 მილიონი ეს არის მაგათვის ერთი საღამოს გასეირნების დუბაიში გადაფრენის ან ნიცაში გასეირნების ფული არც კი უნდა დაგემშვიდობოთ, მადლობა. მცირე თანხა, ჩვეულებრივი კრიმინალურ გარჩევასთან გვაქვს საქმე, საქართველოს მსხვერპლი ამ ყველაფრის, ამაზე მისხდება გული და ამას განვიცდით ყველაზე მეტად და მაინც იმედისთვის მახსენდება უკვდავი ვაჟა, მისი სტრიქონი, ყვავსა და ყორანს გაჰხდოდათ არწივის საბუდარზე და ერთმანეთს თავპირს აჭამდნენ ნადავლარ ნაქურდალზე და ფიქრობენ ბინის პატრონი მოკლესო მაღალ მთაზე და კი არიციან არწივი მოდის მოფრინავს გზაზე და თავდება ეს ლექსით რომ ეს არწივი ორივე შეახრამო. ასე ლექსით უნდა დავასრულოთ. ხო, ასე რომ არწივი მოდის მადლობა, დიდი მადლობა შალვანათაშვილი. საქართველოს არ დავიწყდეს ზოგიერთ ჯოჯოს. ხო, თავრობა წოდებულ კრიმინალურ კი ბატონო, მადლობა. თქვენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვანათაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. კიდევ ეთერში ვართ, მოკლედ მე კი დავემშვიდობე ჩემს მაყურებელს, მაგრამ როგორც მეუბნებიან, კიდევ ეთერში ვართ. თუ არის შესაძლებელი რომ მითხრათ, რეკლამაზე შეგვიძლია ახლა უკვე ნამდვილად გავიდეთ. კი. არა.